საქართველოში ბოლო დროინდელმა აჟიოტაჟმა ნადირობის კანონპროექტის ირგვლივ იმაღებინა გადაწყვეტილება უფრო ახლოდან მენახა თუ როგორ აქვთ გერმანელებს დალაგებული ეს საკითხი. თუმცა გეტყვით, რომ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გაჩანაგებული ბუნება ფეხზე დააყენეს. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დიდმა თუ პატარამ ყველამ მოინდომა ფლორა ფაუნის აღორძინება. გეზი ავიღე ბრემენისკენ, სადაც მელოდება ჩემი მეგობარი, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება და გახდა დიპლომირებული ნადირობათმცოდნე. გზა გრძელი და დამღლელია. ვერ ვიძინებ, რადგან ფიქრები მოსვენებას არ მაძლევენ. ვუყურებ ამ გერმანულ დამუშავებულ მიწებს და გამკვირვებია, როგორ ყავთ ამდენი ნადირფრინველი. კაი დამღლელი ფრენის მერე როგორც იქნა ჩამოფრინდი ბრემენში. ეხლა აქ დავხდება თქვენთვის უკვე ნაცნობი შალვა, ჩემი მეგობარი, რომელიც დამაკვალიანებს სად და რა ხდება. აეროპორტიდან გარეთ გამოსვლისთანავე პირველი რაც თვალში მომხვდა, ეს არის ესეთი სცენა. ჩვენი იხვები თურმე სადაბანაობენ. აბა როგორ ახარ? კეთილი იყო შენი ფეხი ბრემენში. ორშტუნდი მზო. კი, კარგად ვიბრძავე ძალიან და ეხლა მზად ვარ, გავაგზავნო გზაობას. თავგადასავალი. იწყება თავგადასავალი. წავიდეთ. ძალიან მალე ფილმში ნახავთ და მიხვდებით თუ რას ეძახიან სატროფეო ნადირობას გერმანელები. გამრავლებისთვის და ძლიერი პოპულაციისთვის ესეთი მამრები არ გვჭირდება. რატომ უკავია ამ სტილით ნადირობას მნიშვნელოვანი ადგილი ევროპულ სამონადირეო საზოგადოებაში? ვინ არიან ლენდლორდები და ისურვებდით თუ არა მათ ხილვას საქართველოში? ძალიან მაგარი ანგარია. ნაღდი მუშა ადამიანის ოთახელობა. ნახავთ როგორ იყენებს ფერმერი და მონადირე ერთი და იმავე სავარგულს და რა ვალდებულებები აქვთ ერთმანეთის მიმართ. აი რა გვიან დაგვინახა? არ ხთა რომ მივიდა აღარ გამედა ერთი გადმოხდა. როდის იწყება შველზე ნადირობის სეზონი და როგორია დილა ნადირობამდე? ნახავთ ევროპულ ტრადიციას თუ როგორ მიაგებენ პატივს მონადირებულ ნადირს და რატომ არ სვავენ ალკოჰოლს სამონადირეო ქოხშიც კი. ხვალინდელი დღე მე რამდენადაც ვიცი, ეს არის განსაკუთრებული დღე გერმანიაში მონადირეებისათვის. და რითი არის განსაკუთრებული დღე? ხვალთენება 1 მაისი, რომელიც ტრადიციულად იყო მამრშვლებზე სეზონის ოფიციალურად გახსნის დღე და თარიღი. უკვე რამდენიმე წელია კანონმდებლობა შეიცვალა და ოფიციალურად უკვე 1 აპრილიდან გვაქვს მამრშვლებზე ნადირობის უფლება და შაშანდელ დედლებზე, რომელსაც 1 წელი ხა მაის-ივნისში უსრულდებათ. მაგრამ დანიშნულება მამრიშვლის მონადირების არამხოლოდ ის გამოხშირვის ფუნქცია, არამედ სატროფეო დანიშნულებაც, ხო? შესაბამისად, აპრილის თვეში ჯერ სრულად ყველა მამრს არ აქვს დასრულებული მხავერდოვანი რქების გასუფთავება, რომელიც ზამთრიდან მოყოლებული ეს ბეწვი არ აქვს გასუფთავებული და გაცვენილი რქებზე. შესაბამისად, ის სატროფეო დანიშნულება ჯერ არ აქვს. თან განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ხნიერ მამრებს უკვე მორჩენილი აქვთ ეს პროცესი აპრილშივე, მაგრამ ახალგაზრდებს ჯერ არა. შესაბამისად, ვერიდებით და არ ვნადირობთ აპრილის თვეში, ვიწყებთ ოფიციალურად უკვე და ტრადიციისამებრ 1 მაისს. ხვალინდელ ნადირობაზე არის კოლექტიური ნადირობა დაგეგმილი ჩვენს სანადირო ტერიტორიაზე, ჩასაფრებით კოშკურებზე. გამთენიისას დაახლოებით ესე ძალიან მოკლე ღამე გვექნება დღეს, მინდა გითხრა, დიდ ხანს ვერ დაიძინებ, იმიტომ რომ სადღაც 3 საათისთვის უნდა გამოგიარო სასტუმროში, წავიდეთ სანადირო სავარგულებში, იმიტომ რომ სადღაც 5-ის ნახევარზე, 5-ის 15 წუთზე უკვე უნდა ვიჯდეთ კოშკურებში ყველანი. განაწილებული უნდა ვიყოთ, ხვალ დაახლოებით 15 მონადირე ვიქნებით. მახსოვს შენი საუბარი და შენ მე მითხარი, დახურული კლუბივით არის, ხო? ანუ ესე ადვილად ვერ ხვდებიან, ხო? ამ ნადირობაში ხალხი.
კლუბები არ არის, სამეგობროები არის, ასე რომ ვთქვათ, რომელი სამეგობროებიც 10 წელია ერთად არის, ერთად ნადირობენ იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე და ხვალ გექნება საშუალება, რომ გაიცნო ის ადამიანები, რომლებმაც ესე გულთბილად მიმიღეს უკვე რამდენიმე წელია თავიანთ სამეგობრო წრეში და მეც უკვე ოფიციალურად, მხოლოდ მოწვევით არა, უკვე ოფიციალურად, როგორც თანამოიჯარე, ვარ აი ამ სანადირო მეურნეობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხო და წევრი. შავო, აბსოლუტურად განსხვავებული მანქანით დამხვდი, აი. აი, მორჩა კომფორტი იწყება ნადირობა. რასავ გეგმავს დღეს? ეხლა გვაქვს ზუსტად 3 საათი, დაახლოებით 40 წუთში ვარ ჩვენ სანადირო სავარგულებში აქედან შემოსასტუმროდან. ვიწყებთ მომზადებას 4 საათსა და 30 წუთზე შემოგვერთებიან უკვე დანარჩენი მონადირეები. 5:30-დან 9 საათამდე ვიჯდებით. ვისაც მანამდე გაუმართლეს მონადირეობა და მოიპოვებს ნადის, რა თქმა უნდა, შეუძლია უკვე წამოვიდეს შეკრების ადგილას, სადაც ჩვენი სანადირო სახლი არის, დაიწყოს უკვე ნადირის გასუფთავება და გამოშიბნა და დაახლოებით 10:30-ისკენ დავალაგებთ უკვე ნადირს, შესრულდება ის წესი და ჩვეულება და ტრადიცია, რაც გულისხმობს ნადირის, მონადირებული ნადირის პატივის მიგებას, სანადირო საყვირებით, შესაბამის სანადირო სიგნალებით. შემდეგ გვექნება უკვე საერთო საუზმე, სადაც კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მონადირი შემოგვიერთდება. შემდეგ უკვე დავტვირთავთ მონადირებულ ნადირს მანქანაზე, მაგისთვის ყავს დღევანდელი ჩვენი ბუხანკა, გერმანული ბუხანკა თან. წამოვიღებთ უკვე უკან ბრემენში და შევკიდებთ უკვე კამერამაცივაში დამწიფებისთვის. მოგლეთ ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ ჩემო მეგობრებო და თუ გინდათ ამ ყველაფერს ნახვა, არ უნდა გადაახტოთ. რა სასიამოვნო გარემოა. აქ გავატარებ შემდეგ 3 დღეს. რა სილამაზეა. ეს არის ჩვენი დასაძინებელი ოთახიც, ხო? აგერ არის. აბაზანა, ყველაფერი არის საიმისოდ, რომ მონადირე მიცხოვრო. ნელა ხალხი იკრიბება. ზადება თუ ვინმეს რამე ქონდა მოსატანი პროდუქტები მოიტანეს, თუ ვინმეს რამე ქონდა ცეცხლი დასახები დავანთებთ, ასე რომ მიმდინარეობს სრულფასოვანი მზადება. Da steht. Hier. Ja, die habe ich vor 2 Jahren eingestellt. ბიჭები განიხილავენ ადგილმდებარეობას, თუ ვინ სად განთავსდება, ვის რომელ კოშკურაზე მოუწევს ყოფნა. ძალიან მალე ნადირობა დაიწყება. Кайки с локотом,
ამინდის აკია, მაგრამ გვაქვს ბევრი ინფორმაცია და ცნობა მაგალითად სანადირო სეზონებზე შეგვიძლია ნახოთ ამ მომენტისთვის რაზეა ნადირობა დაშვებული. ცისამოსulis ჩასulis რა თქმა უნდა დროები, თვარის ფასები და ასევე ქარის მიმართულება შეგვიძლია დავხედოთ სად ვარ. აი რა გვიჩვენოს ქარი. კი ვხედავ. ამას გვაქვს აღმოსავლეთის ქარი. ჩვენ ველოდებით აი აქედან ნადირის გამოსვლას აქ გვაქვს ასიმეტრია. ანუ ჩვენი ქარი ფიზიკურად ვერ მივარი. ეხლა იგებს ნადირი ჩვენ ვაკვართ. ასე რომ დაველოდოთ ქარი ჩვენს მხარეზეა. აბა მოსული. მაგრამ ეს არის სხვა მამალი. ეხლა რომ მოვედით ხო 3 წალი იყო აქ. დღეს რომლებიც შევიდნენ და ყება რომ დაიწყო მე ეს. იქ ერთ-ერთი მამალი იყო იმ ერთ-ერთი, მაგრამ იმ 3-დან მაგრამ ეხლა კიდე ცალკე სხვა მოვიდა მე-4. ეს მარტო არის ესეც ძლიერი მამალი ჩანს. კარგად მოდის, ამა თუ გააგრძელა გზა მოვაჩვენე. ზოგადად მოდის ჩვენ მიმართულებით, მაგრამ ჯერ არის 151 მეტრში. შალვა. მაგრამ ახალი კონდა ამას. როდესაც შველს უკვე თავის ურებზე მაღლა აქვს გასრდილი და განვითარებული რგები, ნიშნავს უკვე რომ ძლიერი მამრი არის. ჩვენთან მაგალითად საქართველოში ისეთი ძლიერები არიან, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის, მაგრამ აქ ესეთი ინდივიდები უფრო გამოჩენილები არიან და არ არის ისეთი მასშტაბურად გავრცელებული. ძირითადად ახალგაზრდები და ესეთი ძლიერი ხალხი, რომელიც გვაქვს 140 მეტრში, რომელიც მიდგას, მაგრამ ვერ შეხვდები ამ ტერიტორიაზე. ასე რომ დაველოდოთ მონადირული ვალსტრული გამომართლა. აშკარად ეხა ჩვენ რომელსაც უყურებთ ეს მამრი ამ ადგილის ამ ტერიტორიის არის. იმიტომ აპრილის დასაწყისში უკვე დაიწყებენ მამრები ტერიტორიების დანაწილებას და ტერიტორიებისთვის ბრძოლას. ანუ ლიდერია იმას იცახი ხო? კი. ამ ტერიტორიას სხვას არ გააჩერებს სხვა მამალს. დაიტოვებს დედლებს და იქნება შემდეგ გაზაფხულამდე, შემდეგ აპრილამდე ამ ტერიტორიაზე არ შეუშვებს, არ გააგარებს არც ერთ სხვა მამრს. და დიდი ალბათობით ეს ამ ტერიტორიის მამრია იწვევთ. როგორი მდიდარი ბუნება არის ბიჭო, გადავირია ესე იგი კურდღლები, ხოხბები, ენოდისებრი ძაღლი, შველები და ხორებიც. ხორები ჯერ არ მინახავს მოკროში. ჩვენ უკვე მე და წამოვედით ამ კამერაზე ხორი იყო. არჩას ბუჩქებში ვეღარ ვიდა. დაიმალა ხო? მაგრამ აშკარად მიმართულება აქეთ ქონდა მინდვრისკენ და გამოვა. დიდი ალბათობით. მეტყობი ყავს კურდღელი. შორს კიდე ჩანს ერთი შველი. არის ძალიან შველი. იარაღი დავართ დღეს. საუერი 130-30-06. ვაზნები გვაქვს RVS-ის 180 გრეიმი, 11.7 გრამიანი. კამერის სურათი მომევიდა თუში. აი ახლა ჩვენთან დაგველი კამერაც გვაქვს. ეს არის ეროტიზებული ძაღლი. ეხლა ჩვენგან 50 მეტრში ასასიმინდეზე მოსული. ესე წვილად დადიან ისე. ესეც ინვაზიური სახეობა. წესით ამაზე შეგვიძლია ნადირობა. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია. ძალიან მალე ხან ერთი სათვალთვალო კამერიდან მოგდიოდა შეტყობინება, რომ რაღაც მოძრაობაა დაფიქსირებულიო და ხან მეორედან. ჩვენი კოშკურადან თერმული კამერის ობიექტივშიც არ მოგვიწყენია. ხედავდით კურდღლებსაც და შვლებსაც, თუმცა დღეს ვცდილობთ სატროფეო შვლის მონადირებას. ანუ განსაკუთრებულის. არ შემიძლია არ აღვნიშნო კურდღლების დიდი რაოდენობა, რომელიც ბოლო 30-35 წელი აღარ მინახავს საქართველოში ამ რაოდენობით.
საინტერესო მომენტია მალე. ეს ხო დავაფიქსირეთ ეს ახალი მამრი რომელიც გამოჩნდა და დავინახეთ ეს მეოთხე. მოვიდა აი ამ ბუჩქებამდე გაჩერდა და ისე უკან შეტრიალდა. შეიძლება ეს უკვე საზღვარი არის. ნადირის ხოთავის ბუნებრივი საზღვარი აქვს თან განსაკუთრებით შლებს, რომლებიც ტერიტორიული ნადირი არის და თავისი ტერიტორიები აქვს. მოვიდა აქამდე და ისე დაბრუნდა უკან. შეიძლება იქ უკვე იმის საზღვარი და სამფლობელი დამთავრდა და აქეთ ახარ გადმოდის. ბალახზე დგას ხო? იგი მწვანეს. ენოდისებური ძაღლი შეიძლება უფრო კარგად დაიგო, აქ 50 მეტრშია სასიმინდეზე. ხედავ რომ მოძრაობს. თივები ღრია და თივაზე დადის. აი, კითხო. ხედავ შავსულუხი, ხედავ. დიდი უხერია. დიდი ამბობთ მეორე ინდივიდი ცხოველება ესე წყვილად დადიო ყოველთვის. სკარპიანის კურდღლები ნახეთ. ერთმანეთს დასტევენ. პირველ რიგში კოშკურის უპირატესობა არის უსაფრთხოების როლა. რომ ტყვიას მაღლიდან დაბლაესვრი და ყოველთვის ტყვიას მიწაიჭერს რომ წაკიცდეს ნანადირებს. ყველაზე პირველ რიგში ეს უსაფრთხოების მომენტი არის აქ. დანარჩენი რა თქმა უნდა მაღალზე სიხარ მხედველობის არეალი მეტი გაქვს და უფრო მეტი სივრცეს ფარავ ვიდრე მიწიდან როცა ატოლიერებ გარემოს. კურდღლის როგორ დასწრებით? ანუ ყველაზე ისეთი მუსიტელი რატყვარი ესეთი ჩასაფრებით ნადირობა რომ ყოველ წამში შეიძლება შეიცვალოს მოცემულობა ანუ ხოზივარდი ხარ პერი ხდება გარშემო ველოდებით ხო ისე უცბად შეიძლება შეიცვალოს და რო არ მოველოდები ისეთი მიმართულება მიიღოს ნადირობა რა ეს არის მე რიცი ძალიან დიდი მოთმინება გჭირდება და გაწონასწორებული მონადირე ხდები ფაქტიურად. მე მახსენდება შენი სიტყვები ლექციიდან, როცა თქვი რომ ამოცნობა გიწევს, ანუ თალაპარაკება გიწევს რა ნადირთანო, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ განახორციელო სუსტი გასროლა და სუსტად იმ ობიექტზე, რომელზეც გაუჩნდა ფიქრებული და რაც გამოვიდა იმაზე. როგორ კონტროლებს ის კურდღელი მიწაში? პირველ რიგში როგორც დავინახავთ ნადირს იდენტიფიცირებას ვახდენთ პირველი სქესის მიხედვით ასაკის მიხედვით და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯერ ინდივიდი რა სახელობის ცხოველი არის შემდეგ ესე იგი სქესის და ბოლოს უკვე ასაკის მიხედვით და იმის შემდეგ ვახორციელებთ გასროლას. შალომ მე წოს ასევე კიდე ის ტრადიცია რომ მიუხედავად იმისა რომ მე ვარ სტუმარი მაინც არ მომეცა იმის საშუალება რომ იარაღით ხელში ვეყო კოშკურაში რა არის ეს რატო ხდება ასე გერმანიაში როდესაც სტუმრად მოდის ადამიანი საზღვარგარეთიდან სავალდებულმა კონდეს სტუმრის ნადირობის ნებართვა რომელიც კეთდება აქ ადგილზე ჩვენს სანადირო სამსახურში მაგრამ წინასწარ უნდა იქნეს გამოგზავნილი სტუმრისგან ადგილზე გაცემული სანადირო ნებართვა იმ ქვეყნის საიდანაც მოდის იარაღის დამადასტურებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქ მასპინძლის მიერ გაგზავნილი მოწვევა ეს მასპინძელი ჩვეულებრივი რიგითი მონადირე არ უნდა იყოს უნდა იყოს იმ სანადირო მეურნეობის და სავარგულების მოიჯარე სადაც სტუმარი ინადირებს გამოვიდნენ მე მგონი არა აი ეს რა არის ორი წელი ბოლოში კი სულ ბოლოში ორივე თეთრია თეთრები არიან ორივე თეთრია და ერთი სხვადასხვა შავი ფერის არის ეს ძალიან საინტერესოა
არის სხვადასხვა შავი შულები, რომელიც დამახასიათებელია ჩრდილოეთ გერმანიისთვის ყველგან არ გვხვდება. ეს არის მუტაციას, როდესაც განიცდის და შავი პიგმენტების ჭარბი რაოდენობით ხდება დეპონირება. ამის საწინააღმდეგო ალბინიზმი, ხდება თეთრი ალბინოსი და აქ როგორც შულებში არის მელანიზმი გავრცელებული. გერმანიაში კიდევ ხშირია ირემლაღთან და ბუცურებთან. შავი ფერის ხშირად გვხვდება. აქ მესამეც გამოვიდა ის მამრია. კი. ერთი მამრია, ორი თეთრი და იქით ისევ წევს არ დგება. სწორი გასროლა რომ განახორციელოს და გასროლა მაინც არის კვალიტეტი. ოპტიმალური აი აქ რაც მიღებული არის მაქსიმუმ 100 მეტრი. თან მით უმეტეს შველზე, როდესაც საუბარია მცირე ზომის ინდივიდზე, არ გადის დიდ ნადირში, შველი კი ჩლიკოსანი, მაგრამ ზომით ვერ შეედრება ვერც ირემლაღს. გასროლა გაიგე. პირველი გავხსნე. ვერც ირემლაღს, ვერც ირემს, ვერც გარეულ ხორს. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმუმ 120 მეტრა იყოს მანძილი. სროლის დროს. არა ვესრო. დაველოდოთ კიდე. არც ის არ არის მთავარი ნათავლით დავბრუნდეთ. მე ხვდები ესეც დიდ რამეს ნიშნავს მონადირისთვის, როდესაც გამდენისას უჯდები, ნადირი გყავს წინ, ათვალიერებ ხედავ, აფასებ და იცი შენ ტერიტორიაზე რა ნადირი და რა სახის ნადირი მოძრაობს. ღარერქის უფრო მაღალი აქვს და კარგად განვითარებული მარჯვენა არ არის განვითარებული. გამრავლებისთვის და ძლიერი პოპულაციისთვის ესეთი მამრები არ გვჭირდება აქ. ანუ რადგან კიდევ ვიძახი გამოშვების პრინციპით მუშაობ და მიდგომა ეს არის ჯობია ესეთი მამრები ამოვიღოთ და ძლიერი მამრები დავტოვოთ პოპულაციის გასაძლიერებლად და სუბდაგენებით დავტოვოთ ვიდრე ესეთები სატროფეოდ ის რომელიც ახლა ამას წევს 200-ში ის უფრო ძლიერია და ის უფრო მნიშვნელოვანი არის მაგრამ ესეც არ იქნება ურიგო თუ ეს სასრულზე მოგვიოდა ამას ამოვიღებთ ამ ინდივიდს ასორმოცაათი მეტრი ეს ციფში კი ახლოვდა კი აქ ნადირობა არის მოთმინება და დაკვირვება ნადირზე პირველ რიგში და როდესაც უკვე სრულად დაწმუნებულებად ის დალაპარაკებული ვართ ნადირზე ასე რომ თქვა და იდენტიფიცირება მოხდება გვაქვს აი შეიძლება მოხსნათ უკვე სრულად და ამას რო ჭირდება დამიჯერება თან მით უმეტეს ბევრისთვის ვინც გამოუცდელია და დამწყები ნადირია დღეს გვაქვს რამდენიმე მასეთი ადამიანი ამ სამი ინდივიდიდან როგორც თქვი ერთი არის მამრი ერთი არის უკვე მასაკიანი თეთრი შავი ფერი რომელიც არის და მესამე ინდივიდი არის შარშანდელი თეთრი შარშანდაბადებული აი ამ პერიოდში მაის-ივნისში და ოფიციალურად ასეთ შარშანდაბადებული თეთრებზე შეგვიძლია უკვე ნადირობა ეხლა დღევანდელ 1 მაისიდან მაგრამ კიდევ ვიძახი ბევრისთვის და ახალბედა მონადირისთვის რთულია მაინც გარჩევა მასაკიანი თეთრი ახალგაზრდა თეთრისგან შარშანდელი თეთრისგან და ამიტომ არ ვესურვით ამ მომენტისთვის და უბრალოდ არ ვაცნეთ სხვებს უფლებას რომ ესრულო ჩასაფრების დროს და ეს თეთრი მაკიადანი კარგად რომ დააკვირდეთ მინოკლეთ გოდიდი მოცელი აქვს და ცოტა ხანში მოიგებს უკვე ყოველთვის ვიდრე გაითიმება ფართობები წინასწარ ფერმერები გვირეკავენ, გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ აი დღეს ითიმება მაგალითად ეს კონკრეტული 4 ჰექტარი, 10 ჰექტარი ფართობი. გამომდინარე იქიდან, რომ მოგების პერიოდი აქვს შლებს, ვიცით, რომ დიდი არის ალბათობა იმის, რომ მინდორში, ბალახში იყოს ნუკრი, მონადირი და კავშირი გვაძლევს დრონებს, თერმული ხედვით. შეგვიძლია დრონები ავაფრინოთ და დრონები დავინახოთ, სად არის საწევს ნუკრი. ავიყვანოთ და მოვაცლოთ იმას წინა საღამოს ვიდრე გაითივება ეს ფართობი. მან კიდე თუ დრონი არ არის და არ ძალია, მაშინ რამდენიმე ადამიანის ჯარს გავაკეთებთ სახლები და გავივით მინდორს ვეცებთ, სად არის რომ გავიყვანოთ იმ ტერიტორიიდან. ესეც ერთ-ერთი მოვალეობა არის ჩვენი მონადირეების.
მეოთხე გამოვიდა, მეოთხეც დედალია და ისიც მაგია. რა საინტერესო, ესე იგი ეს ახალგაზრდა მამრი არის სამ დედალთან ერთად. როცა რო ის ხნიერი, იქ ძლიერი მამრი მარტო არის. და როგორც ზეღანტვით დიდი ალბათობით აი ეს ხეების რიგი გასული, ბუჩქების რიგი საზღვარი არის. ამ მამრის რაკეთ მარცხნივ მეორე ძლიერი მამრის მარჯვნივ. და არ არღვევენ ერთმანეთს ისასურებს. რომელს უნდა ესროლო? ეტყვი ახლა. უნდა გავხედო ტიპში. არა, დავილოთ, ცოტა წავილოთ. ზუსტად 15 მეტრში. არა მისის ძალიან თავისუფლად. მე მზადვარ. არა, ეტყვი. იქნება და ცოტა წამოვიდნენ რა. ან წნარად არიან არაფერი არ აწუხებთ. და აი ეგრე იდექი მე სროლის მე რომ იქიდან ესემართა მარტყვას ოპტიკაში რა. ჩანს რომ კარგად თუ არა. ცოტაც გავუძლოთ. ერთი ბხობსაც გადავიღებ როგორ დაგვანთ მაწებს. რას? ცივი და სუსხიანი გერმანული დილა უკვე მეოთხე საათია კოშკურაზე გვიგრძელდება. ზის ამოსვლამ მხოლოდ ზედაპირულად თუ შეძლო გარემოს შეთბობა, რაც მე და შალვას ჯერ არ გვიგრძნია. მაგრამ ვხედავ არაერთი ტყის ბინადარს, რომლებსაც ძალიან მალე სიცხე შეაწუხებთ და მალვას დაიწყებენ. დრო სულ ცოტა გვჭება სანადიროდ. დილის 10-ზე სანადირო ქოხში უნდა ვიყოთ ყველა. დათქმული აქვთ ბიჭებს ასე. ამ დათქმით მონადირებული ხორცის გაფრთხილება ხდება. სიცხემ რომ არ გააფუჭოს. სანამ გრილა, მანამ უნდა მოესწროს ნანადირების გამოშიგნა, რიტუალის ჩატარება და მაცივარში ხორცის დასამწიფებლად დაბინავება. სათქმის შემოღებელს დაინახავ აქ არის ძირითადად ელექტროობი გაკეთებული საქონლისთვის, ანცხენებისთვის და წვრებისთვისაც. კაპიტალურად რო შემოღებულ შენი სანადირო ტერიტორიები არ გაქვს განვეთ მაგის უკვე. ხნიერ მამლებს სანდრის ბეწვის გამოცვლა უკვე დასრულებული აქვთ. მაგრამ ახალგაზრდა მამრებს, აი შარშანწინელებს 2 წელსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე დასრულებული სანდრის ბეწვის გამოცვლა. ეხლა 4-ში მეხუთე რომელი მამრიც არის. ყელზე ისევ ჯერ ბეწვი არ აქვს ბოლომდე დაცული. და ის იქით რომელიც წევს შორს, ის სრულად ის არის უკვე საფხულის ბეწვია. სატროფეო ეგზემპლარია. ეს სუფთა სატროფეო ეგზემპლარი. პირველი მაისის მწვავე მზე აქტიურ ფაზაში გადადის. დრო სულ უფრო ცოტა რჩება.
სატროფეო ღირებულების შველი ჯერ ისევ შორსაა ჩვენგან. აქეთ მხარესაც სურათი უცვლელია. და უეცრად ვხედავთ, სატროფეო შველი დაფრთხა. მიატოვა საძოვარი და თავი ბუჩქებს შეარყა. მოსალოდნელია რომ აქეთ გადმოვიდეს. საით არის მალე მარცხნევა გერ არის გამოსული ეხლა კარები რო გაახო შეიძლება ხედავდე რას მელამარაგებია ხამე თორა ახლოს მალე ბაბალა უკან არ გავიდეს რა ყურადღები თუ არ აქვს არ გავიდეს აქეთ არ ჩანს იყურე რა თქო ვიყურები აქეთ კეთჩებს კეთა პერიოდზე როგორ არ გაჩერდა ერთი გამიდაც რა გამკვირვებია იცი რომ აკროამისთან კარგი ჯეჯილი არის გვერდზევე და იგით რომ მაინც და მაინც ისეთი ლამაზი ბალახი არ არის რა სჭამს საერთოდ ეს შველი განსხვავებით ირმისგან განსხვავებით ირემლაღისგან ლოსისგან მაგალითად რომლებიც როგორც საქონელი, შინაურ საქონელი, რომ მინდვრებს მიადგებიან და არ არჩევენ საკვებს თავარიან ბალახი იყოს და ერთიანად ძოვენ შველი არჩევს რომელი კონკრეტული მინდვრის ყვავილი მაგალითად რომელი ბალახი, რომელი მცენარის ყოლორტი და ასე შემდეგ, ანუ ჭირვეული ძოველი არის ჭირვეული რომ არჩევს საჭმელს და ესე როგორც ირემი მაგალითად როგორც ისე ერთიანად არ წოს მინდორზე ბალახს, არამედ არჩევს თავისთვის საყვარელი ისეთი მცენარეებს. როგორც მე ვხვდები თან ალბათ ეტანებან ლორჯხლორტებს, რატო არ განახორციელეს როლაში, მე როგორც ვიცი, შენ მე მითხარი რომ გაიქცა უკვე შველი, რომ სამიზნეზე მყავდაო, მაგრამ არ გისურია რატო? ესე იგი, ეხლა რომ გადავახვიოთ ცოტათი წინ რა მოხდა რომ ის მამრი ინდივიდი რომელიც ზეგან შორს იყო 200 მეტრზე რაღაცამ დააფრთხო იქიდან ჩვენც არ ვიცი და ვერ გავიგე რა იყო წამოვიდა ჩვენი მიმართულებით 40 მეტრში მოგვივიდა და შევიდა ტყეში მთელი გზა მისანში მყავდა ამოღებული შემეძლო რა თქმა უნდა გამეხორციელებინა სროლა მაგრამ გერმანიაში მაშინ ჩვენ ლექცია რო ჩავატარეთ აღნიშნე კიდევაც არსებობს ესეთი ეთიკის ნორმა და დაუწერელი კანონი რომ შველი მისი ზომიდან გამომდინარე რადგან პატარა აუცილებლად 4 ფეხზე უნდა იდგეს მიწაზე და ისე უნდა განახორციელოს სროლა და არა გაქცეულზე რა დროსაც შეიძლება ისეთ ადგილზე გაარტყა ტყვია რომ დაუკარგოს სრულად მის კვებით ღირებულება მის ხოლმე შესაბამისად არ ვესწრით გაქცეულ შველს გერმანიაში როგორც მივხვდი დღევანდელი ნადირობა მორჩა. დღეს ამითი უნდა დავკმაყოფილდით. კარგი ის იყო რომ საკმაოდ მრავალფეროვანი დილა იყო, მრავალფეროვანი მიმართულებით რომ ძალიან ბევრი ნადირი ნახეთ, ფრინველი ნახეთ. საკმარისად შველიც იყო, უბრალოდ სასროლზე ვერ მოვიხელთეთ. ვერანაირად ნადირი მაგრამ ამით თუმცა მე ვთვლიდი რომ რაღაცა მომენტში შეიძლებოდა სროლის განხორციელება, მაგრამ მე მახსოვს შენ კიდევაც მითხარი რომ ნამდვილად არ ღირს ეჭვ ქვეშ დაყენება გასროლისო რა. მიუხედავად იმისა რომ გასროლა არ განხორციელებულა, მე მინდა გითხრა ჩემო
დამშალა რომ ნადირობა შედგა და მთელი მუღამი ალბათ ნადირობის ახახნო ნაღდი მონადირისთვის ალბათ ის არის რასაც ხედავ ნადირობის დროს თორე გამოკრა ფაქტიურად ასრულებს მთელ ნადირობას გამოკრით თავდება ნადირობა კი ბატონო ყველაზე მარტივი როცა დარწმუნებული არ ხარ ჯობია რომ არ განახორციელო გასროლა ესე იგი რამდენიმე დღე წინ გვაქვს ასე კი ყველაფერი წინ არის Habt ihr was? Wo ist das? Wo sitzt ihr? Ich weiß nicht, wie das heißt. Okay. Herfahren, aber wir haben Zielstock dabei. Und Alles klar. Nee, ich habe hier Stock vor. In diese Anführchen. Okay. რა Enus mama დაჭრა შველი და იქ მიდიან ახლა რა. და კარგის ზაგი შველი სად კი კი დავინახე დიდი დაფიქრება არ არის საჭირო რომ მიხვდე ნადირისა და ფრინველის გამრავლება შემთხვევით არ ხდება იქ სადაც ბუნებას პატივსცემენ შედეგის თვალსაჩინოა ევროპაში კარგად გააცნობიერეს ერთი მთავარი პრინციპი თუ გინდა ბუნება მოგცეს ჯერ თავად უნდა მისცე ბუნებას დაცული ჰაბიტატები კაცრი კონტროლი გამრავლების პროგრამები პასუხისმგებლობით მართვა და ზრუნვა ამ ყველაფერზე ეს არის მიზეზი რის გამოც ტყეები და მინდვრები კვლავ სიცოცხლით სავსე გახადეს ნადირობა მხოლოდ მოპოვებად არ უნდა ვაქციოთ ეს უნდა იყოს ზრუნვა და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე როცა ბუნების მოფრთხილებას ვისწავლით მაშინ ნადირ ფრინველიც გაგვიმრავლდება აქ კითხვა მხოლოდ ერთია ჩვენ როდის დავიწყებთ იმავეს ნიკოლოზ გამარჯობა როგორ ბრძანდები შვილი მალენი ბიძია ნიკოლოზი კარგად როგორ ახარ გიორგი რაშობა ვერაკე თქვენ შენ და გიორგი და ოლი სამი შველი იყო ნერი და კიდე ამალია ყო იმ სამში ახალი მისული რო ვიყავით მან აჰა ეგრევე გადმოგვიხტა დიდი ღორი გადმოგვირბინა უცბად ასე ბუჩქიდან ვერ მოასწარით სულა არც ხოლმე განαφέρებული მალენი ბიძია გამარჯობა სასიამოვნოა გიო როგორ ბრძანდები შვილი კარგად თქვენ კარგად დღეს ღორი გამოგვირბინა 40 მეტრის წინ ო დიდი იყო არა ბებერი იყო Hello. Weidmannsheil. Ah, das ist der Kollege aus Georgien. Yes. Yes. From Georgia. Welcome. Oh, thank you so much. Thank you. I'm the chef here. Oh, good. Good. I'm glad. am Anfang haben wir reich Chef. ach so male Hello for everyone. ja kaurubas Weidmannsheil Very well. Malen unsere Kumpel aus Georgien ja, Yachtgast hallo. Aber habt der auf seinen YouTube-Channel auch betreibt da und dann da geht es nur um Yacht und er ist dabei jetzt unsere heutigen Tag auch zu filmen. Und das ist die Kamera, oder was? Ja, da kannst du lachen. Du bist ein Star in Georgien. Ja. Kamera patara, მაგრამ ძალიან დიდი ისტორია. Kleine Kamera, aber nicht große Geschichte hinaus. Ja, genau. Das ist gefährlich, gefährlich. Aber die sagen ja nachher 20. Guten Appetit.
Guten Appetit. ანუ ველოდებით იმ დაჭრილი ნადირის მოძიებას, სანამ ისინი პასუხს გვეტყვიან და დაბრუნდებიან, მანამდე საუზმობთ და საუზმის მერე უკვე დავალაგებთ ნადირს, მონადირებულ ნადირს, მივაგებთ ანუ პატივს სანადირო საყვირებით და მომნადირებლები, იღვლიანი მომნადირებლები დაჯილდოვდებიან მონადირის ტოტებით. რას ნიშნავდა საყვირით რომ აღინიშნა ახლა ეს პირველი სიგნალი არის მონადირეთა თავშესაყრელი, პირველი ხარ რაც დავგარეთ ეს იყო, ნიშნავს რომ ყველა მონადირემ სადაც გაიგებს ამ სიგნალს, რომ ნიშნავს რომ უნდა შევიკრიბოთ და მეორე იყო უკვე საჭმლის დაწყების წინა სიგნალი, რომ ამით ვამცნობთ ყველა მონადირეს, რომ ვიწყებთ საუზმეს ამ შემთხვევაში. ამ უცხო მიწაზე თავს შინაურულად უგრძნობდი, რადგან მონადირეები ყველგან ერთნაირები ვართ. გერმანიაშიც, საქართველოშიც და თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში. სალაპარაკოდ განსხვავებულ ენებს კი ვხმარობთ, მაგრამ ტყის ენა ყველას ერთნაირად გვესმის, რადგან იდენტური ემოციებით ველოდებით ხოლმე განთიადს. პატივისცემით შევყურებთ ბუნებას და თითოეულ ჩვენს გვერდში მდგომ მონადირეს. ყველამ ერთნაირად ვიცით, რომ ნადირობა მხოლოდ მოპოვების აქტი როდია. რომელიც მიამოვიდა თუ ვინა მიწვდება. ეს მოთმინება, რომელიც გაწონასწორებას ბადებს ჩვენში. ტრადიცია, რომლის ტარებაც გვიამაყება და პასუხისმგებლობა, რომელიც მონადირის სახეს ქმნის საბოლოო ჯამში. სწორედ ამიტომ სადაც არ უნდა ვიყოთ, მონადირეები ყველგან რჩებით ერთნაირები. Die Brücke ist stabil. Seine Mütze. Liebe Weidgesellen, ich darf euch noch mal recht herzlich begrüßen zu der heutigen Ansitzjagd. Wir haben also auch einen tollen Ansteller gehabt, unser Bernd Rose, der war dabei, der ja überall die Schützen zu den Hochständen gebracht hatte. Nochmal recht herzlichen Dank, lieber Bernd. So, jetzt kommen wir zur Strecke. Wir haben also 2 Böcke zur Strecke gebracht und dazu bräuchte ich einfach mal dann die Schützen hier nach vorne. Das eine ist Thomas und das andere ist Lasse. So, fangen wir mit Lasse an. Weidmanns Heil, zu deinem erlegten Bock. Ab ins Glied. Ja. Thomas, dein Bauch ist ein bisschen größer, du hast auch länger gebraucht. So, wir blasen jetzt das Stück Bock tot. Ich glaube, alle haben was gesehen auf der heutigen Jagd. Ob es Schwein war, ob es Rehwild, weibliche Stücke Rehwild waren oder ob auch Böcke waren. Vielleicht war das ein oder andere Stück auch ein bisschen weit weg. Aber das ist nun mal die Jagd, was so mit sich bringt. Und ich glaube, Anblick ist auch wichtig heutzutage. Und man weiß, dass also auch noch Wild da ist. So,
Habe ich sonst noch was vergessen? Und mein Mitstreiter Dirk möchte ich natürlich auch nochmal danken. Weidmanns Dank, Dirk, dass du das immer so ermöglicht mit den gebratenen Eiern und Brötchen, die dann da auf den Tisch kommen. Und ich glaube, das große Sparschwein hast du da, glaube ich, auch auf den Tisch gestellt. Das sollte da auch immer stehen, damit also auch dieses Sparschwein auch mal ein bisschen gefüttert wird. Ja. So. Ich möchte mich bedanken bei denen, die das Ganze so gut vorbereitet haben. Scheiber und unser YouTuber aus Georgien. Ganz wichtiger Mensch. Hoffe nach Georgien. ამ ყველაფერს რა ფიქსირებ და გინდა რომ აქაური კულტურა წაიღო საქართველოში და გაუზიაროთ ჩვენს ქართულ მონადირეებს. მადლობა სოხთის ყველას, ვინც დღევანდელი დღის ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანა. უსაფრთხო ნადირების გარანტირება რომ მოახდინეს და უსაფრთხოდ რომ ჩაადარეს ყველა დღევანდელი ნადირობა. მეც მადლობას ვუხდი ამ ხალხს. Er bedankt sich für diese Möglichkeit, für die Einladung natürlich, dass er dabei sein durfte heute und dass er auch sogar filmen durfte. Und ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს გვერდში ყოფნა და მონაწილეობის მიღება ამ ყველაფერში. Für mich das ist große Ehre, Teil dieser Yacht zu sein und das alles mitzuerleben. რისთვისაც თითოეულს გიხდით ძალიან დიდ მადლობას. Recht herzlichen Dank dafür. Madloba. მადლობა. Wir beenden den heutigen Jagdtag mit einem dreifachkräftigen Weidmanns. Super. ამით დასრულებულია ჩვენი დღევანდელი ნადირობა. ეხლა მე რასაც ვხედავ, ხო, საკმაოდ ისე დეფორმირებული რქები აქვთ რა. და წერან შენ გააჟღერე რომ ისეაც ამოსაღები იყო. ანუ მე როგორც ხვდები, ამათი გამრავლება ფაქტიურად თქვენ არ გაწყვეტ. ეს ახალგაზრდა არის იმასთან შედარებით, მაგრამ რქები როგორც ხედავთ, განტოტება არა აქვს და მაინც განვითარების პოტენციალი ამ კონკრეტულ ინდივიდს არ ქონდა. დიახ. აი ამათ ვეძახით ბაზას, ეს ბაზა ძალიან ისე განუვითარებელი და პატარა არის. ეს ერთი წლით მეტი ზრდას ანუ ხნიერია ვიდრე აქეთა, მაგრამ ამასაც განუვითარებელი აქვს, როგორც დააკვირდები. ბაზა ძლიერი აქვს, მაგრამ მაინც ვერ განუვითარდა რქები. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ პირველ რიგში, რადგან ეს გამოხშირვის პრინციპი არის, როდესაც ვნადირობთ მამრშვლებზე, სწორედ აი ესეთი ინდივიდები ამოვიღოთ, რომ შემდეგ გენერაციებს და თაობებს დაუტოვოთ მხოლოდ ძლიერი ინდივიდები, რომლებიც ისე თავისნაირ ძლიერ გენერაციას წარმოშობენ. ბავშვებო, ერთი მითხარით, ამას რატო აგროვეთ? ეს ბოთლები შეგიძლიათ ჩავართ, აი რაღაცა ხატია, აი ესა. დიახ. 4 კუთხედია. აი ეს რაღაცა, ხო? პლასმასისთვის ვიღებთ 25 ცენტს. და ლუდის ბოთლებისთვის 100 ცენტი. აი ეს ძალიან ნადირობითი მაგრამ ბოთლები. ოჯახში შემოსავალი გაზარდო ცოტა. ძვირფასო მეგობრებო. აი ზუსტად ამიტომ მთელი გერმანია მოვიარე და ერთხელ არ შემხვედრია რომ ბოთლი ეგდოს დამლა რა. რა მაგარი პრაქტიკა არის. უბრალოდ ვიღაცა იბარებდეს, უკვე საქმე არის და გარეთ ნაგავი არ იქნებოდა. გამარჯობა. Marlen. Marlen. Genau. Villa, Klausdrückis Merle. ძალიან სასიამოვნო არის. Ძალიან. ძალიან. Marlen. Ich Präsidente, Sie Präsidentin. Understand. პრეზიდენტი არის გალბატონი პრეზიდენტი. ძალიან გემრიელია. Habt ihr die Dinger schon angeguckt? Ja, hat ihr schon auch Keine Fotophase gemacht. Film. Ja, er hat noch auch
ეს არის ოჯახში გამზადებული კომშის კექსივით რაღაც სასწაული გემო. როგორი გემოვნებით არის აწყობილი მთელი სახე. აი, ეს არის ალპების საყვირი, სპეციალური, რომელიც ალპებისთვის არის დამახასიათებელი ტრადიციული საყვირი. მოქონდა დღეს ის სანადირო საყვირი. ესეც მსგავსი არის, როგორც გითხარი, ალპებისთვის დამახასიათებელი და ესენი ქონდათ წამოღებული შარშან საქართველოში. ეს სახლი, ვისი სახლი არის ახლა საბიმყოფებით? კაუსდერგის. ვინ არის ეს ადამიანი? ჩვენი უფროსი მეგობარი, თავარი უფროსი და უხუცესი მონადირე, ვის ტერიტორიებზეც, ვინც არის ის თავარი მოიჭარი იმ ტერიტორიებს, სადაც დღეს დილით ქონდა ჩვენი კოლექტიური ნადირობა შველზე. ძალიან გემოვნებიანი სახლი. რას ხმაურობ? გადავათვალიერებთ ირემლაღის ფერმას. აუქრიკის მას ახლა 60-65 მეტრი. 30 წელია ეს ფერმა. გერმანიაში ველური ბუნების სხვადასხვა წარმომადგენლების მოშენება მხოლოდ სანადირო მეურნეობის ნაწილი არ გახლავთ. ეს ბუნების მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებს, სადაც გარეული ცხოველი ჯანმრთელად იზრდება და შეუფერხებლად მრავლდება. ასეთი მეურნეობები ხელს უწყობს ძლიერი და გენეტიკურად ხარისხიანი პოპულაციების ჩამოყალიბებას, რაც მომავალში როგორც ბუნების დაცვის, ისე მდგრადი სატროფეო ნადირობის საფუძველს ქმნის. გერმანულმა გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ პასუხისმგებლიანი მართვის პირობებში შესაძლებელია ველური ბუნებისა და ადამიანის ინტერესების წარმატებული თანაარსებობა. ძალიან მაგარი ანგარია. ძალიან მაგარია. სამუშაო ნაღდი მუშა ადამიანის ოთახელოს. ეხლა ნახოთ ჰაინი. ვინ არის ჰაინი? ჰაინია თვითონ გარეული ღორი, რომელიც 5 წელია უკვე შახტში ჩავარდა, პატარა ესე ზოლებიანი კოჭი იყო. ხო. წამოიყვანა გაზარდა, მე 5 წელია აქ ყავს და ის როგორც საკუთარი შვილია. უი არ გადავადია. ტახი. გარეული და და გავიცნობთ ჰაინს. ება უწევს? ჰაინი იმასაც ახლა განახეთ. ეს არის ღორის საკვები. ტახის საკვები. ჰერკულესის ფაფა, დილით. ვა. შრის ფაფა. ფინიკი. კათელ. და აუცილებლად ვაფლი ვანილის უი არ გადამრი. Mein Freund, Heini. ჰაინი ისე კარგი ეშვებიცა. საფხულის ბედში გადადის უკვე ბიჭო რა კაი ნაჭამ ნაკვები ყოფილა. ჰაინი არ უჩივი ცხოვრებას. კი, კაი. ასფასების ზრდას, ასფასის ნაკლებობას. და ძაღლები როგორ ეფერებიან ბიჭო, ნა. Wie fährt? აგრესიას არ გამოხარა მე. Heini. არის ის რომ უბრალოდ გარეული ღორი არის, თორე თავის შესაძლებლობები. როგორ მოხდა ეს ტახი თქვენთან? Dies Heini bei uns gelandet. War ganz kalt, ein ganz kalter Winter. ძალიან ცივი ზამთარი იყო მაშინ 5 წლის წინ. Ende Januar. იანვრის ბოლო იყო. Die haben wir zuerst gekriegt, aber die hat die Nacht nicht überlebt. Aber wie haben wir die gekriegt erstmal? Geht weiter. ჯერ ჰაინის და მოგვიყვანეს აქ, მაგრამ ის ღამე ვერ გადაიტანა. Dann rief mich mein Yachtaufseher Heinz Thüring an. და ჩვენ მეზობელი სანადირო სავარგულის მეპატრონემ დაგვირეკა იმ საღამოს. Und er sagt, den Samstagmorgen, du, ich hab gehört, dass dein Schwein tot ist. Willst du noch eins haben? და მითხრა რომ ის პატარა გოჭი რომელიც წაიყვანებდა ვერ გადაიტანა ერთ სიტყვით ეს და ხო არ გინდა მეორეც რო ყავდესო. Hallo, lass das da, Mensch. Anni. Das durften. Anni. Die Freunde. Und daraufhin bin ich dann hingefahren nach Bremerhaven und hab das da bei mir aus dem Revier hergeholt. იმ წუთას შავჯექი მანქანაში წავედი და წამოვიყვანე პატარა Heini. Ist er da oben, da wo die Alphörner sind, da ist er groß geworden. სამი კვირა სახლში ყავდა და იქ გავზარდეთ. 3 Wochen.
Ach so, länger. 3-4 Monate. კვირა კი არა, 3 თვე იყო და სანამ დიდი არ გავზარდეთ. ანუ ეს არის კაცი, რომელიც ყველაფერს ამას ფლობს. ფაქტიურად და ეს სასოფლო სამეურნეო სამუშაოებიც ალბათ მარტო თვითონ ხო არა, თვითონ ალბათ ხალხი ეყოლება, ხო? ერთი ის არის დიდი ფერმერი არის და მიწათმფლობელი პრემიაში და თავის ტექნიკა ყავს. მოყავთ სხვა კულტურები ყოველ სეზონურად. ეს მაცივრები ჩანს, ეს ხო? არის საყინულე, სადაც -15 გრადუსი არის. მომენტულად ატმოსფერო გაყინული. ხორცი ნანადირები და ეს არის დროებით მაცივარი, სადაც კიდევ ახალ მონადირებულს და დამწიფება ხდება ხორცის, ხო? მაგრამ შეიძლება სამწუხაროდ და შეიძლება ხასავს, რომელიც მხოლოდ მონადირებზე მუშაობს, ის უკვე გააწყალებს, დაამუშავებს, დაავაკუმირებს ხორცს და შემოიწამს. რატომ ხდება შენახვა თავის ტყავში, ასე ვთქვათ, ხორცის? რო არ გამოშრეს. ყავი აუცილებლად თან მიზები უნდა იყოს, რომ არ გამოშრეს და ეს დაჩავიჭდეს ხორცს. დაჭამეს. საინტერესოა. მეგობრებო, ვიმყოფებით გერმანიაში, ჩვენი უფროსი მეგობრის ოჯახში, რომელიც არის მონადირე და მისი მეურნეობა იხილეთ დღეს. თქვენი მეურნეობა ვიცი, რომ საკმაოდ დიდი არის და სულ რა ტერიტორიას მოიცავს? 1050 ჰექტარია. 1050 ჰექტარი არის ჯამში. ყე და მინდორი ერთად. რა ნადირფრინველი არის ამ ველდათ ვიედრა ჰაბენ. მცირე ნადირიდან ეს არის, რა თქმა უნდა, ყურდღელი, ხოხობი, გნოლი, ბოცვერი, Taube, ქედანი, ყველანაირი გადამფრენი ფრინველი, წყლის ფრინველი განსაკუთრებით, ბატი, იხვი, რამდენიმე სახეობის ბატი და იხვი ასევე. Fuchs, Dachs, მტაცებლებიდან ყავს მელა, გელი, ასევე როგორც დღეს ვნახეთ ჩვენ ენოტისებური ძაღლი, ენოტიც, მაგრამ დიდი რაოდენობით არა, მაჩვი, und zum Schalenwild, შლიქოსნებიდან ყავს შველი, Rehwild, als Wechselwild Dammwild, ირემლაღი, 15 Jahre. ბოლო 15 წელი უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით გარეული ღორი. მე როგორც ვიცი, რიგ ქვეყნებში იხდის ხოლმე სახელმწიფო რაღაცა გარკვეულ თანხებს თუ მტაცებლის ამოღება ხდება ხოლმე. თქვენთან როგორ არის ეს ამბავი? Das ist ja nur für Nutri. პრემიებს ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ გერმანიაში ნუტრიაზე, რომელიც ინვაზიური ცხოველი არის და სახეობა არის და ანადგურებს ეს არხებს ძალიან და აზიანებს მდინარის კალაპოტებს. და რა 15 ევროს ვიღებთ თითო მონადირებულ ნუტრიაზე. როგორც პრემიად. კი, აქამდე 8 ევრო იყო, ახლა 15 euro ხიგებენ. მგლები არის თუ არა თქვენ სავარგულში? უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს, რატომ გაგიმრავლდათ ასე ძალიან შვლები? Was das Problem ist, გელი უკვე ბოლო რამდენიმე წელია უკვე გამოჩნდა ჩვენს სანადირო სავარგულებში, რაც ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის. მრავლდება იქიდან გამომდინარე, რომ არ ხდება პოპულაციის რეგულირება. წლევანდელ წელს შეიყვანეს პირველად, როგორც იქნა გერმანული ბიუროკრატიის დამსახურებით მგელი ნადირობის შესახებ კანონში, როგორც სანადირო ობიექტი, მაგრამ ჯერ სეზონები არ არის განსაზღვრული და ნებადართული არ არის მგლის ამოღება ბუნებიდან. weil wir uns immer ეს რა თქმა უნდა ბიოტოპი უწყობს ხელს, გარემო უწყობს ხელს გამრავლებას. ჩვენ მონადირეები ძირითადად კონცენტრირებას ვახდენთ უფრო გარეულ ღორზე ნადირობას და გარეულ ღორის ამოღებას, იმიტომ რომ დიდ ზარალს გვაყენებს და სამეურნეო სასოფლო სავარგულებს ძალიან დიდ ზიანს და ზარალს აყენებს. რისთვისაც მონადირეები, რომლებსაც იჯარით გვაქვს ეს ტერიტორიები აღებული, ვალდებულები ვართ აუნაზღაუროთ იმ ფერმერებს და იმ მიწის მფლობელებს ის ზარალი, რაც ჩვენს ტერიტორიებზე მიაყენა ნადირმა მათ სავარგულებს. შესაბამისად, ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ინტენსიურად ვინადიროთ გარეულ ღორზე, რომ შევამციროთ ეს ზარალი, რომლის მე გადახდაც ანაზღაურებაც გვიწევს წლის ბოლოს ჩვენ, როგორც მოიჯარებს. გასაგებია. მეურნეობა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ მიიღოთ სტუმრები თუნდაც მაგალითად უცხო ქვეყნიდან? მრავალ ქვეყანაში ვარ სანადიროთ ნაყოფი, რუსეთიდან დაწყებული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ვიხდიდით, მაგრამ ჩემს კონკრეტულად ჩემს სანადირო მეურნეობაში თანხის სანაცვლოდ არასოდეს არ მიმიღია მონადირე. ანუ მე რატო ვკითხულობ იცი ამას? ჩვენთან მაგალითად ეხლა ჩაიდება კანონში
ესეთი წესი რა, თუ სიტყვაზე ფლობ რაღაცა გარკვეულ სავარგულს, ასე ვთქვათ, სანადირო სავარგულს, რაღაცა დონეზე ვალდებულებები დაგეკისრება იმაზე, რომ მონადირეები უნდა მიიღო ხოლმე და აქ არის თუ არა ესეთი ვალდებულება. ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, ანუ არავის არ უშლით ხელს ნადირობაში, ჩვენს ტერიტორიებზე, უბრალოდ ჩვენთან შეთანხმებით უნდა მოხდეს იმათი შემოსვლა ჩვენს ტერიტორიებზე და ნადირობა და ჩვენთან შეთანხმებით რა უნდა მოიპოვონ იმათ. განსაკუთრებით ახალგაზრდა მონადირეებისთვის არის ჩვენი კარები ყოველთვის ღია ჩვენს სანადირო სავარგულებში, ოღონდ რომლებიც ტევიან რაღაცა ჩარჩოებში და ჩარჩოების ჩვენ გვაქვს დაწესებული. დღეს დილით რომელ სანადირო სავარგულს ვიყავით 45 წელია უკვე კლაუს ტრიგს თავის ფლობელობაში აქვს ეს სანადირო იჯარით აღებული ეს ტერიტორიები. ძალიან ბევრი ადამიანი მყოლია ჩემთან სტუმრად, რომელსაც ჩემთვის კარგი უნდათ, რომელსაც კარგი მინდოდა მე და ყოველთვის იმათვის დამირთავს უფლება და ნება მიმიცია, რომ მოენადირებინათ ნადირი და დარჩენდათ კარგი მოგონებები ჩემს სანადირო სავარგულებში. ალბათ ნახეთ დღეს დილითო კიდე რა რაოდენობის კურდღლები ყავს ჩვენთან. დიახ, კურდღლები და ხოხბები მაგ რაოდენობით მე არ მინახავს საქართველოში. შემოდგომით ჩამოდი და ჩვენ კოლექტიურ ნადირობაზე, როცა წვრილ ნადირზე ვაკეთებ ნადირობას, ჩამოდი აუცილებლად წამოიყვანე შენი მეგობრები და ვინადიროთ ერთად. ძალიან დიდი მადლობა. სიამოვნებით თქვენ სამეგობროსთან ერთად შეგიძლიათ ჩვენ სანადირო სახლშიო დღეს დილით სადაც ცოტა ხანი მეც წავუწინეო ეძახის სანადირო გლეხის ქოხს ეძახის ანუ ფერმერის და ის კი გლეხის ქოხში შეგიძლიათ სიამოვნებით დარჩეთ და დაიძინოთ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის Ich freue mich immer, wenn es also Jungjäger gibt, so wie Scheiber, der hier ja auch erst seit ein paar Jahren den Yachtschein hat. ძალიან მიხარია რომ ახალბედა მონადირეებს როგორი ჩალვარი რომელსაც გერმანიაში რამდენიმე წელია გაკეთებული აქვს ეს სანადირო ლიცენზია და ნებართვა მივცე საშუალება რომ ინადირონ ესეთ ტერიტორიებს და ესეთ ადგილებს. Und dass die mit Herz jagen, ganz wichtig. და ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანი რომელიც ჩემთან მოდის გულით ნადირობს და გონებით. ესე იგი, შალვა, რა სიტუაცია არის? მიუხედავად იმისა, რომ თქვენი იჯარის ქვეშ არის ტერიტორია, მე ვაგვირდები, რომ აქ თანაცხოვრება მიმდინარეობს კიდე ხალხის. რა ვითარებაა? უბრალოდ ვერ მივხვდი, ვერ აღვიქვი, იქნებ ამიხსნა. ესე იგი, ჩვენ ვიმყოფებით სოფელ დრიფცეთში. ეს ჩრდილოეთი გერმანია არის. ჩვენი ტერიტორიები მოიცავს 1050 ჰექტარს, სადაც გვაქვს ჩვენ სანადირო იჯარა და სადაც გვაქვს ნადირობის უფლება. ეს ტერიტორიები დაყოფილია და დანაწილებულია კერძო მესაკუთრეებზე. სასოფლო სამეურნეო სავარგულები არის, ზოგი სიმინდს თესავს, ზოგი კარტოფილს მოყავს, ზოგი რაფს თესავს და ასე შემდეგ. ზოგს მარტო საბალახოთ აქვს მინდვრები დატოვილი. და არის კერძო მფლობელობაში, მაგრამ ამ მიწებზე თვითონ მიწის მესაკუთრეს ნადირობის უფლება არ აქვს. აქვს ნადირობის უფლება მხოლოდ იმას, ვისაც ეს ტერიტორიები აღებული აქვს სანადირო იჯარით. მაგრამ ჩემი გადახდილი იჯარა მიდის სწორედ იმ მიწის მესაკუთრეების ჯიბეში, ვის კერძო საკუთრებაშიც არის ეს ტერიტორიები. ჩემთვის საყურადღებო გახდა ის ფაქტი, რომ სანადირო სავარგულების 99% მთელს გერმანიაში არის კერძო მფლობელობაში, ხოლო დარჩენილ 11% სახელმწიფო განაგებს. აქ კიდევ უფრო მეტად ხდება საყურადღებო ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობას, რომელიც ამ 99%-ში შედის, მონადირეები უხდიან იჯარის საფასურს, რის საფუძველზეც ამ ტერიტორიებზე ახერხებენ ნადირობას. ხოლო ფერმერები, ანუ მიწის მესაკუთრეები, ვერა. ეს არის ის ადგილი, სადაც უყრით საკვებს, ესე იგი. და ეს არის კამერა. აქეთ კოშკურა მოხდა, კოშკურიდან შეგიძლია გამეჩარდნობით უკვე ზუსტის სროლა განახორციელა. ესეც სადასაკი მასული ნადირი. და აქედან ჩამოღვენთილი ლოკავს ხედან, ესე იგია რა. შეუცებს თავის მინერალებს. იქაც ხედავ. შეიძლება მეორე კოშკურაზე მოთავსდეს ადამიანი. და ძირითადად რა ნადირი იყვის ამ ადგილზე თავს. სასიმინდეს ძირითადად ორი მოდის. ქვამარილზე რა თქმა უნდა, შველი და ირემი, მაგრამ აქ ირემლაღი ყავს ჩვენ, წითელი ირემი არ ყავს. დანარჩენი ყველანაირი მუტაცებელი რაც აქ არის. გადასარავი ტერიტორია.
ეს რა არის ამაზე წასული? ფისი ღორებისთვის, სადაც ესე ჯაგარს ან როდესაც ჯაგრის გამოცვლის პერიოდი აქვს, ეხა გაზაფხული, აქ ეხა ხუნებიან და ეხა ეს გამშალია, ნია. სუნი აქვს. ხო, ესე მსოფლო. ეს არის მობილური კოშკი, რომლის ჩაბმა შეიძლება მანქანაზე და მიიტან იმ ადგილზე, სადაც გადაწყვიტავ ნადირობას. ეს არავი იდეა. აი აგერა. დედალი ხოფიც დავინახეთ. მამალიც დავინახეთ, მაგრამ ის ვერ გადავიდა. ეს არის სასინდლო. სასინდლო და ქედნის. აქია სიმინდი. და დაბლშერა. აი ამ სპირალს. დიახ. ეს ჩამოიწერა. შეძლია გინგოს. რატო წავა ეხლა აქედან ხოხობი, აი გეკითხები. რატო მოშორდება აქაურობას ქედანი? რა თქმა უნდა, იქნება, სულ იქნება. ესეთი რამდენია. ეხლა ჩანაფიქში არის სანიტარული გასვლა, სანიტარული გამოხშირება გვინდა გავაკეთოთ ნუტრიებზე, რომელიც ინვაზიური სახეობაა და როგორც გითხარით, ძალიან აზიანებს აქაურ არხებს და მელორაციის სამსახურს ყოველწლიურად ძალიან დიდი რაოდენობით ზარალს აყენებს. მიმართულებას უცვლიან არხებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ძალიან ხშირად მიწის ქვეშ იმხელა ორმოებს აკეთებენ, რომ ვარდება ტექნიკა შიგნით ვეღარ ამოდის თავისით და ყოველ მონადირებულ ნუტრიაზე 15 ევროს იხდის მელორაციის სამსახური პრემიის სახით. ზარალი, რო ახსენე, ეგ ზარალიც იდეაში მონადირეებს ეკისრებათ მერე საბოლოო ჯამში იჯარასთან ერთად თუ არა? არა, ამ შემთხვევაში, ამ ინვაზიური სახეობის შემთხვევაში არა. ამაზე ჩვენ არ ვიხდით. ბატებს ვხედავ. ბატები კი, რუხი ბატები. ძირითადად აქ თეთრშუბლა ბატი და რუხი ბატი. მაგრამ არიან ძალიან ბევრი სხვა სახეობის ბატიც არის ზამთარში რო შემოდის. კიდე მახსენდება ის, რომ მითხარი ფოლადის საფანტით უნდა ვინადიროთო. რატო? კი, იმიტომ რომ მდინარესთან ახლოს ვართ, წყლებთან 500 მეტრის არეალში არ ვალდებულები ვართ ვინადიროთ ფოლადის ვაზნებით. შალვა ვაკვირდები, რომ ძაღლს არ უშვებ. მიბმული ყავს სხეულზე. დავიწყოთ იქიდან როგორ ჯერ გაგაცნობთ. ჩემს ოთხფეხა მეგობარს, ანი, გერმანული გრძელბეწვიანი დოიჩლანკარ. ძალიან ესეთი გავრცელებული ძაღლის ჯიშია გერმანიაში. ანი არის 14 თვის, 2 კვირის წინ ქონდა პირველი სანადირო გამოცდა, რომელიც სავალდებულოა მონადირე ძაღლებისთვის, საგაზაფხულო გამოცდა, რომელიც მონადირე ძაღლმა 18 თვემდე სანამ მიაღწევს, უნდა ასაკამდე უნდა გაიაროს. წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდა, სხვათა შორის გამოცდით ძაღლებში პირველი ადგილი ავიღეთ შეფასებით. გილოცავთ. მადლობა და ვემზადებით ახლა უკვე საშემოდგომო გამოცდისთვის, რომელიც სექტემბერში არის დაგეგმილი და იმ გამოცდასაც წარმატებით რო ჩავაბარებთ, მერე უკვე მაქვს ანის სანადირო წაყვანის უფლება. ანუ ეხლა არა აქვს უფლება ინადიროს, ესე გამოდის? განსაკუთრებით კოლექტიურ ნადირობაში არ მაქვს უფლება რომ წავიყვან და თან ვიყოლიო ანი, იმიტომ რომ ჯერ არ არის ბოლომდე გაწვრთნილი ძაღლი. მაგალითად საგაზაფხულო გამოცდა მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, ეს არის რომ პირველ რიგში ძაღლს აფასებენ გარეგნულად, ხომ არ აქვს რაიმე დარღვევა, მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები თუ აქვს. სროლის ხომარეშინია, ყნოს როგორ აქვს განვითარებული, როგორ იყენებს ცხვირს. მოეთხოვება არა მხოლოდ ნაბულზე დადგომა ფრინველზე ან კურდღელზე, არამედ კურდღლის კვალის დამუშავებაც. და სხვა შორის ყველაზე დიდი ქულა იქ აიღვანი, რომ კურდღელი წინასწარ უნდა წამოაგდოს გამომცდელმა, უნდა წამოაგდონ, დაინახონ მიმართულება, რა მიმართულებით წავიდა და უნდა დავაყენოთ ძაღლი, ისე რომ ძაღლს არ უნდა გქონდეს დანახული კურდღელი, უნდა დავაყენოთ კვალზე. უნდა დაამუშავოს კვალი და გაყვეს 150-დან 200 მეტრამდე მინიმუმ. და მე ისე თავის უნდა მოვიდეს. ჩვენ შემთხვევაში გამოცდაზე ანი სუფთად გაყვა ამ კვალს, ააგდო ხელახლა იგივე კურდღელი, წამოიყვანა უკან, ეს 10 ადამიანის წინ გაგვიეტარა კურდღელი და გადაყვა მერე და თან პლუს კიდე ხედვაზე რო უყებს ძაღლი, მაგასაც დიდი პლუსი აქვს. კვალზე ყეფა არ მოეთხოვებათ ამ ჯიშის ძაღლებს, მაგრამ ხედველობაზე ყეფა მოეთხოვება და ანი ისიც ძალიან კარგად გაართვა თავი. საშემოდგომოდ უკვე წყალზე საქმე მოეთხოვება და ნადირობა, სისხლზე დაჭრილი ნადირის მოძებნა და კიდევ სხვადასხვა ის უფრო რა თქმა უნდა რთული გამოცდა არის. ბატებზე რატო არა ვნადიროთ? ბატებზე 18 აპრილიდან იხსნება სეზონი ოფიციალურად და იქიდან ბოდიში 18 ივლისიდან. მაგრამ უბრალოდ შეგვიძლია უყურო და დავტოვოთ ზუსტად. ეხლა გამრავლების პერიოდია ოფიციალურად 1 აპრილიდან 15 ივლისამდე
არა მარტო მონადირე ძაღლის, არამედ ნებისმიერი ძაღლის ღვედის გარეშე გამოტარება და თავისუფლად სირბილი ძაღლის აკრძალული აქვს, იმიტომ რომ მეპატრონემ არ უნდა გაუშვას ძაღლი, იმიტომ რომ არის გამრავლება, შეწყვილება გამრავლების და ბუდობის პერიოდი ახლა. დაახლოებით ჩვენგან ალბათ ერთი 250 მეტრში შველი დგას. და ჯერჯერობით ვერ ვხედავს, ან უბრალოდ უსაფრთხოდ გრძნობს თავს. გამოსულები ვართ, სულ რაღაც ალბათ 9 საათი მოვახერხე. რა ვიცი, იმდენი ნადირ ფრინველის დანახვა ჩვენთან მაგრაოდენობის ყვავია მარტო. კურდღლები და რავი რა აღარ არის, კურდღელი გარბის იქით იმ შველთან. ხო. აქ უნდა გამოირბინოს ახლა, დინარზე ვერ გადავედი. აი რა გვიან დაგვინახა. არ ხთა რომ მივიდა, აღარ გამედა იქ გადმოხდა. ნუტრიაზე სანადიროდ სულ რაღაც 40 წუთის გამოსულები ვიყავით, რომ შალვას სათოფეზე მავნებელმა გაირბინა. სანამ მე შვლების გადაღებით ვიყავი დაკავებული, შალვას გასროლა მოუსწრია. ნუტრია მონადირებული. შალვას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფმა ძაღლმაც პატივი უცადა ნადირების წყლიდან ამ ყვანაში მოეხმარა. ილოცა 15 ევროს გამომუშავებას. ტექნიკი შურები არ ვიქნა. მონადირეებო, თქვენ გაგიმარჯვეთ. ეს ძერფი ვისია? ირმის სალია, ირმის ხორცისგან დამზადებული სალია. ირემზე ნაკლებ ჩვენ არ მივიღებთ. როგორც აღზარდა თქო მამაც შემა და რაც მე დამიბარა არის ის რომ ნადირობის წინ თითო ჭიქით მაინც უნდა დაილოცო ადამიანმა და დაილოცო გზა. ასე რომ ეხა აი ამ სას მისით მინდა რომ დღევანდელი დღე დავლოცო. ჩვენი ამ საღამოს ნადირობა მინდა დავლოცო, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს, დალიმაც, ოჩოპიტრემაც, ადგილის ფარველმა ანგელოზმა. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენთან ვართ მთაში თუ გერმანიაში ვართ ბარში. ყველა ადგილს ყავს თავისი ფარველი ანგელოზი. და ღმერთო იმ ფარველმა ანგელოზმა გადმოგხედოს და გამოგვიგზავნოს ის ნადავლი, რაც გვეკუთვნის ჩვენ. შენ მანდეთ გაგიმარჯოს ჩვენ აქეთ. ბატონო თემურ, გადაიღზერებთ სიყვარულით და პატივისცემით. დღესაც იგივე იარაღით ხარ, ხო? დღესაც იგივე იარაღით ვართ. დღესაც შველზე ვაპირებთ გასვლას. ჩარჯდომას და რომ დაბინდება უკვე მე ხორზე. თუ იმ ადგილზე კოშკურა, სადაც ახლა უნდა ჩარჯდეთ ღორი გამოგვივიდა გვიანობამდე, მე უკვე პატარა პატრულებას გავაკეთებ ფეხით შემოვილით. სიმინდის ყანებს სადაც დათესილია ხა სიმინდი. იარაღი რა გვაქვს ისევ შემახსენა? ზაუერი 101 3006 კალიბრი. პატარა შესვენების მერე დავიზარეთ ისევ სანადიროდ. მივგზავრებით ისევ იმ ადგილზე, სადაც გუშინ დიდი რაოდენობით შვლები შემოხდა. ჩანაფიქში გვაქვს რომ სატროფეო შველი ავიღოთ. და მე მგონი წარმატებული იქნება დღევანდელი დღე, იმიტომ რომ რაღაცნაირად შინაგანი მე მეუბნება რომ ის შველი მაინც ჩვენ უნდა გამოგვივიდეს რა.
საღამოს პირზე, როცა მზე უკვე ჰორიზონტს ებრძვის, ბუნება ნელ-ნელა ბინს უთმობს ადგილს. ჩემს ობიექტივში კი ხვდება ისევ მდედრი შველი. მაგრამ ჩვენი მოლოდინი ჯერ არ დასრულებულა. გული მიგრძნობს სადღაც აქვე უნდა იყოს სატროფეო მამრი. დრო სწრაფად გვეწურებოდა. რადგან ვხედავდით, სინათლე ძალას როგორ კარგავდა. თითქოს ნელ-ნელა იმედიც იკარგებოდა. თუმცა სწორედ ამ წამს შალვამ ჩვენგან დაახლოებით 600 მეტრის მოშორებით რაღაც მოძრაობა შენიშნა. ხო, ეს ნამდვილად მამრი შველია. შვლის მოახლოვებას თვალს ვადევნებდი დახამხამების გარეშე. თითქოს დრო გაგვიჩერდა. ძარღვებში სისხლმაც კი ნელა დაიწყო დინება. ნადირი მშვიდად მოდიოდა, აუჩქარებლად, თავდაჯერებული ნაბიჯით. თითქოს ამ საღამოს სიჩუმის ნამდვილი ბატონ პატრონი თავად იყო. მისი ყოველი გადმოდგმული ნაბიჯი სულ უფრო გვაახლოვებდა იმ წამთან, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. რაც უფრო გვიახლოვდებოდა, მით უფრო სუნთქვას ვანელებდი. ჰაერიც კი დამძიმებული მეჩვენებოდა. მეც და შალვაც ორივე უკიდურესად ფხიზლად ვიყავით. ამ სიჩუმეში სამივეს მოძრაობას თითოეულ თითქოს და უმნიშვნელო მოქმედებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა. დაწვა. დავარდა. გილოცა. კარგი. ერთი ხუთი წუთი დაველოდოთ და წმანდეს თუ გარში მოდა ჩავიდეთ. ახალგაზრდა შვილია. კარგი საინტერესო რგები აქვს. რამდენიმე ალბათ დავინახეთ. იმ დღიდან გამოვიდა თუ ჩანდა კამერაში არ ვიცი. დაახლოებით 400 მეტრიდან სხვა ჩორშინ დაინახე პირველი. და შემოვიდა ყანაში და წამოვიდა სუსტად ამ ზოლში იქიდან. მოვიდა დაახლოებით 40 მეტრში და დავუძახი გაჩერდა და კარგად გვედგა სასროლზე. წესი 10-იანში უნდა გქონდეს მორტმული. არ უნდა გქონდეს ბევრი ისეთი ორგანო დაზიანებული. თორე სასწავლო ორგანოები დაზიანდა და გაირფინა ალბათ 15-20 მეტრი და დაეცა. ავიდით. პირველ რიგში სროლის ადგილი ნახო და სროლის ადგილიდან სისხლს მივყვეთ და მივიდეთ უკვე სადაცია. აი, შეხედე, აი აქვე სროლეთ. ღია ფერის სისხლია, ფილტვში არის გაწმული, აგე ფილტვის ნაწილები აქ არის, ყურე, შეხედე. აი. მაგიტომაც გავყვეთ ახლა სისხლს. აი აქ. აი აქეთ. აქეთ. დღევანდელი ჩვენი ბუნების ნაბოძარი მამალი შველი. აი. ამ დროს გერმანიაში მომნადირებელს რას ეუბნებიან მარლენ? აღარ მახსოვს. ვაიდმანს ჰაილ.
მით უმეტეს ვერ გავიმეორებ. მითხარი? Weidmanns Heil. Heil. Weidmanns მონადირებელი Heil. ეუბნება, ანუ მონადირის გამარჯვება. Weidmann ძველ გერმანულად ნიშნავს მონადირეს, Heil გამარჯვებას, დღეგრძელობას. და ყოველთვის, როდესაც მონადირე წარმატებული და იღბლიანი ნადირობა გამოვა, სხვა მონადირეები ულოცავენ მას ამ სიტყვით. ხოლო მომნადირებელი მადლობას იხდის Weidmanns Dank. მონადირული მადლობით. ქართულად გეტყვი რომ გილოცავ ამ კარგ და ზუსტ გასროლით მოპოვებულ ამ ლამაზ ნანადირებს. მე დააკვირდი, ჯერ კიდევ ახალი გაცვენილი აქვს ის ხავერდოვანი რქები, გასუფთავებული და ზედ ისევ ხეებზე, ტოტებზე 100-100-მით კვალი აქვს, ისევ ზედამჩნევია. შეხედე ეს მწვანე. ახალი გაცვენილი აქვს, ანუ ის ზამთრის უსუსები, მაგრამ უკვე სრულად სატროფეო ღირებულება მოცემული გვაქვს აქ. ახალგაზრდაშვილია ჩავხედოთ მოგვიანებით კბილებში და ასაკსაც გეტყვით დიდი ალბათობით ზუსტად. მაგრამ სახის მოყვანილობაზე და თავის მოყვანილობაზე პატარა თავი აქვს, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ინდივიდი არის. და ბეწვის გამოცვლაც ჯერ არ აქვს დასრულებული. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია ამისი ახალგაზრდობის. ხნიერ მამრებს უკვე ბეწვის გამოცვლა დასრულებული აქვს და ზაფხულის ბეწვში არიან, მოწითალო მკვეთრ ბეწვში. ეს ჯერ ისევ ახალგაზრდა არის და ეხლა იცვლის ზამთრის ბეწვს. ეხლა უნდა შევასრულოთ ის მონადირული ტრადიცია, რაც ყოველი ნადირის მონადირების შემდეგ ხდება და რაც გულისხმობს ეს ტრადიცია, ნადირის პატივის მიგებას. გვჭირდება 3 ტოტი, ამ შემთხვევაში გვაქვს წიფელის ტოტი, 3 ტოტს აქვს თავისი დანიშნულება. პირველი ტოტი ეს არის უკანასკნელი ლუკმა, რასაც ყოველთვის ნადირს უდებთ პირში, რათა გავაცილოთ, ასე რომ ვთქვათ, იქი ცხოვრებაში და ჩვენგან მადლობა გადაუხადოთ არსებობისთვის. ესე. მეორე ტოტი გულისხმობს უკვე ფლობელობაში მიღებას. ეს ნადირი უკვე, რადგან ჩვენ ვართ მომნადირებლები, მეკუთვნის მე როგორც მომნადირებელს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კოლექტიური ნადირობის დროს შენ არ მიგაქვს და დრო არ გაქვს, ან მანქანა არ ყავს იმისი, რომ ნანადირები მიიტანო შეკრების ადგილას. ამიტომ აკეთებ ესეთ რაღაცას. მოგავს ნანადირები, ტოვებს შენს ადგილას, სადაც აუცილებლად ჩამოვილის მანქანა, მაგრამ იმისათვის, რომ სხვები მიხვდნენ, რომ ეს არ არის დაჭრილი და თავისი დაცემული ნადირი, ამისთვის მარკირებას უკეთებთ, ასე რომ ვთქვა და მონიშნას უკეთებთ და ვადებთ აი ამ მეორე ტოტს, რაც გულისხმობს ფლობელობაში იღებას. ეს ნადირი უპატრონო არ არის. მამალის შემთხვევაში მოტეხილი წვერი თავის მიმართულებით იდება, ხოლო მდედრის შემთხვევაში უნდა შემოტრიალდეს და აქეთ უნდა დადოს. ამ შემთხვევაში მამრი ინდივიდი მოვინადირეთ შველი, შესაბამისად ფოთლები უკანა მხარეს, მოტეხილი წვერი წინა მხარეს დადგება. მესამე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტოტი, ამ შემთხვევაში შენ დახმარება მჭირდება, მეორე მონადირე ან სავარგულის მეპატრონე გადასცემს და ულოცავს ნადირის მონადირებას მომნადირებელს. გილოცავ ამ წარმატებას და რა ვიცი, მრავალჯერ მოგენადირებინოს. Weidmanns Heil. მეც გამოგართმე, მივიღებ ამ ტოტს და გადმოგცემ კიდევ ერთხელ მონადირულ მადლობას. Weidmanns Dank. გავუკეთებთ მარჯვენა მხარეს, დავიფარავთ, რომ შეკრების ადგილას ყველამ დაგვინახოს, რომ ჩვენ ერთ-ერთი მომნადირებელი ვართ დღევანდელ და იღბლიანი მონადირე, ვისაც მონადირულმა იღბალმა გაგვიმართლა. არის თუ არა რამე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეს ახალბედა მონადირემ გამოშვიგნის დროს. ესე იგი, ჰიგიენა უნდა დავიცვათ პირველ რიგში მაქსიმალურად. მიუხედავად იმის, რომ კეთილშობილი ნადირია და მტაცებელი არ არის და ყველაფრის ჭამელი და სხვადასხვა ისეთი დაავადებების მატარებელი, როგორც მტაცებელი არის, ქეცი, წოფი და ასე შემდეგ. ყველა ვარიანტში გვჭირდება ეჯიადი თათმანები მაინც, რადგან ვეხებით სისხლს, ვეხებით არის სხვადასხვა პარაზიტები კანზე, კანქვეშ. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ ვიხმაროთ ხელთათმანები, იქნება ეჯიადი თუ მრავალჯერადი. დაკიდებით ყველაზე მარტივი არის, რომ დაკიდება აი ამ პოზაში და არა თავით, იმიტომ რომ სისხლი, როდესაც მეორე მხარეს მოდის, ხდება დაბინძურება ბარკლების. და იმ თავარი სხეულის ნაწილების, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მთავარია კვებითი ღირებულებები. კი ბატონო. ვიწყებთ პირველად ორგანოს მოშორებით. ასე რომ აი ამ მდგომარეობაში დაკიდებული ფეხებით თავით დაღმა
დაბლა ჯობია, მაგრამ მთელი სისხლი დაბლაწავა და იქ ბევრს არაფერს არ დააგვიძურებს. ეხლა არის რომელი საათი? გერმანიის დროით 11:09. არის. სატრახევრით მოვინახეთ წარმატებულად მამალიშვილი. დიახ. მივედით ჩვენ სანადირო კოხში, გამოვშიგნეთ, გავასუქდავით შევკიდეთ მაცივარში. ის შიგნეულობა წამოვიღეთ და აქ გვაქვს ახლა 40 მეტრში სასიმინდე, მაგრამ სასიმინდე ცოტა მოშორებით სუფთაზე დავყარეთ კიდევ. იმედით რომ თუ ხორი მოვა, გამოვა და უარს არ იტყვის შიგნეულობაზე. ველოდებით ერთ წუთი ხორს. ეხლა უკვე სურათები მომევიდა ტყიდან, ტყეში სადაც ხან ვიყავით და სასიმინდეებით დაგათვალიერებინე. იქ უკვე არის კოლტი მისული, მაგრამ იქ ნადირობა ამ ეტაპისთვის გაჩერებული გვაქვს და ძირითადად კონცენტრაცია და ყურადღება გადმოტანილი გვაქვს მინდვრებზე, ამ სათესებზე, სადაც სიმინდი ახალი დადესილია და ჩათვალე ხა საპატიო ყარაულოთ ამ ნათესებს, რომ არ დააზიანოს ველურმა ცხოველმა, ამ შემთხვევაში ხორმა. კარგი ჩემო მეგობრებო, მიწევს შუქის ჩაგრობა, ხვდებით რატომაც ხამის ხედვა გვაქვს აგერ ხედავთ და ამ ხამის ხედვის მოწყობილობებით ვათვალიერებთ მოკლედ და ვეცდებით ჩანაწერებიც გავაკეთოთ, რომ თქვენც მოახერხოთ დანახვა თუ რას ვხედავთ ჩვენ. გერმანული ღამე თავის წესებს გვარნახობს. დღე ჩუმია, მაგრამ ეს სიჩუმე მოჩვენებითია. თითოეული წუთი მოლოდინით არის სავსე. თვალები ღამის ხედვის მოწყობილობასაა მიჯაჭვული და ჯერ არაფერი. მხოლოდ სიცარიელია, სიბნელე და უმოძრაო სივრცე. ეს პატარა სილუეტი კურდღლისაა. შვიდად მოძრაობს, თითქოს მარტო იყოს ამ მინდორში. და უეცრად ჩვენს უკან მხარეს კოლტი ამოძრავდა. გოჭი დაწვა, მაგრამ დაჭრილია. ეგარი. ეხლა შეგვიძლია. ეხლა შეგვიძლია უკვე თამამა დავიწყოთ. მეც გილოცა. როგორ უნდა თქვა გერმანულად? Weidmans Heil. Weidmans Dank. მოკლედ. რახამი. ქართულად გილოცა მოკლედ რა. ორი ცალი დედალი იყო, დავინახე. დანარჩენი იყო ერთი 9 ცალი ესეთი. და ის დედალები დავინახეთ, წყნარად იყვნენ იქით. სასროლზე ისინი სუფთაზე იყვნენ, უფრო ხეებში იყვნენ ესენი და ესეთი რომელიც ცოტა სუფთაზე გამოვიდა, პირველი აღარც ბევრი დაველოდე და რა ფეხი ჩამოგიტანია შენ შეხედე. აღარ ხომ. მოკლედ მეგობრებო, გოჭი დამუშავებული არის უკვე, გასუფთავებულია, გაკრიალებულია. ისე მაცივარში ხო არ შევიტანოთ ის გოჭი, თუ გრილა, პრინციპში გრილა. მე უბრალოდ მედარდება მელი ამარ შეგიჭამოს რა. ხო და ესეთი მონადირეები ვათერებ ხო? ხო და მოკლედ პატარას ახლა დავილოცებით და ამ ტყბილ და ლამაზ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ჯერა ჭეშმარიტი მონადირე ამ სამდღიან ნადირობაში მხოლოდ გასროლებსა და ნადავლს არ დაინახავდა. ის ამოიკითხავდა ბევრად ღრმა აზრს ამ დოკუმენტური ფილმიდან. ახლა კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ ისტორიის დასაწყისს და კვლავ დავსვათ მთავარი კითხვა. როგორ შეძლეს გერმანელებმა ოდესღაც გაჩანაგებული ველური ბუნება ასე გაემდიდრებინათ ნადირფრენად? პასუხი ალბათ მხოლოდ მათ გამოცდილებაში არ იმალება. ეს კითხვა ჩვენთვისაც-აა, თითოეული ქართველი მონადირისთვის. რადგან ნამდვილი მონადირეობა მხოლოდ მოპოვება კი არა, ბუნებაზე ზრუნვა, გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის უკეთესი პირობების შექმნა. ჩემი აზრით მხოლოდ ამის მერე იძენს მონადირეობა ნამდვილ ფასს.